ეს დაინახეთ მეგობრებო, ფიცრები რა დღეში ჩააგდეს. აი მიდიან და ფიცებს ღრნიან. ტოტები ვეღარ ჩავყარე. ეს 3-4 დღეა და ნახე ეს უგარშემო დადიან და როგორი გადატყავებულია ფიცრები. და ამით იმუშავებენ კბილებს. ეს დგა, ნახე, როგორ მიმდგარა ღრნიან. ამით შემოძვირფასებო იმუშავებენ კბილებს, სწორი ცვეთა ქონეთ და ასევე ტკივილიც არ ქონდეთ. აუცილებელია ხე, აუცილებელია გამოზაფხული, რა თქმა უნდა, ბევრ ტოტებს ჩავუყრი, რომ უკეთ გაილესონ კიდევაც შეჭამენ და თანაბარი ცვეთა ქონეთ კბილებს, თორემ მერე ტკივილი იცის. ისე ღრნიან. ეხლა იმ ხელა მოთხოვა, რომ ნახდათ ვერ დავიწყებ ტოტების მოჭრას და შესაბამისად, მითო ფიცრებზე არიან ყველა მიმდიდარე. აი ეს გადატყავებული. თითქოს ციკლოკა გაუკეთესო. აგე ღრნის კბილები ებხანებოდ. ამიტომ შემოძვირფასებო გალიებში როცა ყავთ აუცილებელია ხეც ქონეთ, რომ კბილები დაემუშაოთ. როგორც ჩვენ ვიხეხავთ კბილებს ყოველდღიურად, ისე ჭირდებათ ამათაც დამუშავება. თორემ მერე ძალიან ცუდი შედეგი იქნება. გამოიწერეთ მეგობრებო არხი, დავალაიქოთ ისევ და რო არ გამოტოვოთ არც ერთი ვიდეო ჩემი და ისევ იმას ვიტყვი, რომ სათევზაო სეზონი მოდის და ძალიან ბევრი ვიდეოებს შემოგთავაზებთ. ლაივებსაც ჩავთავ ხრამულზე, მურწაზე, ასევე კობრით თუ დაჯდება ან საზანი, წინა ზაფხულს 8 კილოიანი საზანი დავიჭერა და იმედია ეხლაც გამიმართლებს. და ეს ყველაფერი რომ ნახოთ და არ გამოგჩეთ, ჩემი გამომწერები უნდა იყოთ. მადლობთ ყურადღებისათვის.